ენერგო-ომბუდსმენი ეხმაურება მოქალაქეების მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციას, რომ ბუნებრივ აირზე მკვეთრად გაზრდილი გადასახადი მიიღეს. როგორც ენერგო-ომბუდსმენის განცხადებაში ენათქვამი, ბუნებრივი გაზის ტარიფი არ გაზრდილა და გაზრდილი ხარჯი შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით. ბოლო რამდენიმე დღეა ენერგო-ომბუდსმენის სამსახურს მომხმარებლები აქტიურად მოგმართავენ და გამოთქვამენ პრეტენზიებს ბუნებრივი გაზრის მკვეთრად გაზრდილი გადასახადის გამო. აღნიშნულთან დაკავშირებით პირველ რიგში დამცველის სამსახური განმარტავს, რომ ბუნებრივი გაზის ტარიფი არ გაზრდილა. გაზრდილი ხარჯი შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის მრიცხველის ჩვენების არასწორი წაკითხვა, მრიცხველის ტექნიკური დაზიანება კერძო სახლებში, სადაც გაზის ქსელი ეზოშია განთავსებული დიდ თოვლობისა და ძლიერი ყინვის პერიოდში შესაძლებელია, რომ ქსელის გარკვეული მონაკვეთები დაზიანდეს და წარმოიშოს გაზის გაჟონმა, რაც შესაძლოა გახდეს მოხმარებისა და გადასახადის ზრდის მიზეზი, ასევე სხვა ფაქტორებით, რაც თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალური შესწავლის საგანია. გაცნობებთ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ ენერგო-ომბუდსმენის სამსახურს მომართვის შემთხვევაში დაიწყება საქმის სამართლებრივი შესწავლა, შეფასდება დარიცხვის კანონიერება, ბუნებრივი გაზის მიწოდება არ შეგიწყდება სადაო თანხის გადაუხდელობის გამო დავის დასრულებამდე. აღნიშნულია ენერგო-ომბუდსმენის განცხადებაში. მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ბუნებრივ აირზე გაზრდილი გადასახადი მიუვიდათ, მეტიც ზოგის თქმით გადასახადი თითქმის გაორმაგებულია. სოკარ ჯორჯიას გაზრდილ გადასახადთან დაკავშირებით ჯერ ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია. ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ ქალაქ ქუთაისში წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელზე უკანონო მიერთებების ფაქტები გამოავლინა. ჩატარებული ტექნიკური შემოწმებების შედეგად ქალაქში მოქმედ რამდენიმე სამეწარმეო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე ობიექტს წყლის მიწოდება შეუზღუდა. აღნიშნული ობიექტები წყალმომარაგების ქსელზე კანონის დარღვევით იყვნენ მიერთებული, რაც იწოდა წყლის დანაკარგებს, ქსელში წნევის ვარდნას და ზრდი და სასმელი წყლის ხარისხის გაუარესების რისკებს. მსგავსი ქმედებები აზიანებს როგორც წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას, ისე კეთილსინდისიერ მომხმარებლებს. წყალმომარაგების შეზღუდვა ხორციელდება მხოლოდ ტექნიკური შემოწმებით დადასტურებული უკანონო დაერთების შემთხვევაში და სრულად შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას. კომპანიამ კომერციულ ობიექტებს კანონის შესაბამისად რეგისტრაციისთვის ვადა გასული წლის დეკემბრამდე მისცა, თუმცა მოთხოვნები ყველა შემთხვევაში არ შესრულებულა. შედეგად ქსელის სტაბილური ფუნქციონირების, წყლის რესურსის სამართლიანი განაწილებისა და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიღებული იქნა გადაწყვეტილება მათთვის წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აცხადებს, რომ უკანონო დაერთებების წინააღმდეგ ღონისძიებები გაგრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით და მოქალაქეებსა და ბიზნესს მოუწოდებს წყალმომარაგებისა და წყალარინების სერვისით კანონიერად და პასუხისმგებლობით ისარგებლონ. 2025 წელს ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 6016 ფაქტი გამოვლინდა. 3448 სამართალდარღვევა გამოვლინდა თბილისში, 1099 ბათუმში, 827 ქუთაისში, 642 კი რუსთავში. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ქალაქებში თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილულ გამონაბოლქს 2023 წლის სექტემბრიდან ამოწმებს. დღეისათვის გამონაბოლქვის კონტროლს დეპარტამენტის 15 ეკიპაჟი ახორციელებს. დაფიქსირდა ფაქტების გამოვლენის გაზრდილი მაჩვენებელი. 2024 წელს დეპარტამენტმა ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 5562 ფაქტი გამოავლინა. 2025 წელს კი დეპარტამენტის თანამშრომლობა 4 მსხვილ ქალაქში, თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში გაცილებით მეტი მანქანის შემოწმება და 454-ით მეტი ფაქტის გამოვლენა მოახდინეს. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით წარსულში მსგავსი დანაშაულისათვის არაერთხელ ნასამართლები ორი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს, მათ შორის მეტადონი და პრეგაბალინი. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისათვის საჭირო მასალები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260, 271 და 273 მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.